რა გაგრძელება მოჰყვება ტრამპისა და პუტინის 2 საათიან სატელეფონო საუბარს და რა გავლენას მოახდენს გუშინდელი კომუნიკაცია სამშვიდობო პროცესზე, რომელიც ამ დრომდე მიუღწევალ ამოცანად რჩება. ამერიკის პრეზიდენტის პროგნოზი ოპტიმისტურია, თეთრი სახლის ლიდერს პირისპირ მოლაპარაკების და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების იმედი აქვს. პროგრესის არარსებობის შემთხვევაში დონალდ ტრამპი პროცესიდან გასვლას კიდევ ერთხელ აანონსებს. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირისგან გასხვავებით სკეპტიკურადაა განწყობილი ევროკავშირი, რომელმაც დიდ ბრიტანეთთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი ამოქმედა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერთა პოზიციები თანხმედრაშია. უკრაინის პრეზიდენტსა და ევროკავშირს ცეცხლის შესაწყოდად რუსეთის იძულება მხოლოდ ზეწოლის გაძლიერებით ესახებათ. თავის მხრივ უკრაინასთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ტრამპთან საუბრის შემდეგ შესაძლო კომპრომისებზე მიუთითებს. როდის და სად შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები? გარკვეული ვერსიები უკვე ვრცელდება. გაპრეზიდენტების შემდეგ პუტინს უკვე მესამე ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს სოჭიდან, სირიუსის მუსიკალური სკოლიდან დაურეკა. დიალოგი თითქმის 2 საათნახევარი გაგრძელდა. ტრამპმა თქვა, რომ საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო, რომ მისი აზრით მოსკოვი და კიევი მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებენ. ფიქრობ, გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული. იქ საშინელი სიტუაციაა. ყოველ კვირას 5,000 ახალგაზრდა იღუპება. ასე რომ იმედია, რაიმეს მოვიმოქმედებთ. ფიქრობ, რაღაც მოხდება. გეტყვით, რომ ძალიან დიდი ეგოებია ჩართული, მაგრამ ფიქრობ, რომ რაღაც მოხდება. და თუ ეს არ მოხდება, მე უბრალოდ უკან დავიხევ და მათ მოუწევთ გააგრძელონ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ევროპული სიტუაციაა და ევროპულ სიტუაციას უნდა დარჩენილიყო. მაგრამ ჩვენ, რადგან წინა ადმინისტრაციას ძალიან მტკიცედ სჯეროდა, რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავით ჩართული, ჩვენ ფულის თვალსაზრისით გაცილებით მეტად ჩავერთეთ ვიდრე ევროპა. დიდი ფსონი გვაქვს და ფინანსური თანხა, რომელიც იქნა გამოყოფილი, უბრალოდ გიჟურია. ეს გიჟურია. მედიასთან მალევე გამოჩნდა პუტინიც, რომელმაც თქვა, რომ სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა ტრამპს იმისთვის, რომ რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით პირდაპირი საუბარი დააწყებინა. საუბარი შედგა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ის იყო ძალიან შინაარსიანი და საკმაოდ გულწრფელი და მთლიანობაში ჩემი აზრით ამ თვალსაზრისით საკმაოდ სასარგებლო. პირველ რიგში მე მადლობა გადაუხადე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების თაობაზე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი პოზიცია საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რუსეთი შესთავაზებს და დაიმუშაოს უკრაინულ მხარესთან მემორანდუმზე შესაძლო სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ. რიგი პოზიციების განსაზღვრით. მაგალითად, როგორიც არის დარეგულირების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები და ასე შემდეგ. შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში გარკვეული დროით ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის ჩათვლით. სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ზელენსკი ძლიერი, მაგრამ რთული ადამიანია. უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარზე საპასუხოდ თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტას სურს, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანას არ აპირებს. ჩვენს ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური ვალია, ჩვენი სამხედროების ვალია, არანაირი ულტიმატუმები. არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. არ ვიცი რა პრინციპებია მემორანდუმში, რომლის შესახებაც ადრე განაცხადა პუტინმა. თუ რუსეთი პირობად აყენებს ჩვენი ჯარების გაყვანას ჩვენი მიწებიდან, ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება, რადგან მათ ზუსტად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს. კიევი და პარტნიორები განიხილავენ მაღალი დონის გუნდების შეხვედრის შესაძლებლობას. შეერთებული შტატები, უკრაინა, რუსეთი და ევროპული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე დიდი ბრიტანეთი. ასეთი შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში. ამჟამად ამ სამ პლატფორმას განვიხილავთ. რუსეთმა და უკრაინამ ინდივიდუალურად უნდა მოამზადონ მემორანდუმები, შემდეგ პროექტების გაცვლა მოხდება. შემდეგ კი ერთობლივი ტექსტი უნდა შემუშავდეს. რაც შეეხება შეხვედრას, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით განიხილავს, რაშიც ის ევროპელებს და ამერიკელებს გულისხმობს. უკრაინის პრეზიდენტის აზრით შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ფორმატისა და ადგილის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, ვის შეუძლია ამ შეხვედრის ორგანიზება. შესაბამისი შედეგით, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეხვედრის ადგილისთვის ვატიკანი შესანიშნავი იქნებოდა.
ტრამპმა ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან და უკრაინასთან ვაჭრობის კუთხით ურთიერთობაზეც ისაუბრა, მისი თქმით, რუსეთს სურს შეერთებულ შტატებთან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა, როდესაც ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება და ამას თავადაც ეთანხმება. ამერიკის პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთის პოტენციალი ულიმიტოა, ასევე თვლის, რომ უკრაინას შეუძლია დიდი ბენეფიციარი იყოს ვაჭრობის მხრივ ქვეყნის აღდგენის პროცესში. სატელეფონო საუბრის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ინფორმაცია ევროპელ ლიდერებსაც მიაწოდა. გერმანიის კანცლერმა ასეთი რამ თქვა, რომ ევროპა მტკიცედ დაუჭერს მხარს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის გზაზე და ამავდროულად გაზრდის რუსეთზე ზეწოლას სანქციების მეშვეობით. ჩვენ მჭიდროდ დავუჭერთ მხარს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მიმავალ გზაზე. ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით. ჩვენ შევთანხმდით ამაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და პუტინთან საუბრის შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მე ვისაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს, ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრ სტუბს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ჩვენ ვმუშაობთ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისთვის, რომელსაც შეუძლია რაც შეიძლება მალე გამოიწვიოს ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნა. ამ მხრივ რომის პაპის მზადყოფნა უმასპინძლოს მოლაპარაკებებს ვატიკანში დადებითად შეფასდა. იტალია მზადაა შეიტანოს თავისი წვლილი კონტაქტების ხელშეწყობასა და მშვიდობისთვის მუშაობაში. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ბრიუსელს მოუწოდა არ შეუშალოს ამ პროცესს ხელი. ჩვენ 3 წელზე მეტია ომის ჩრდილში ვცხოვრობთ და ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვდივართ. დონალდ ტრამპის წყალობით ბოლოს და ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის და რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის ძალისხმევას და მოუწოდებთ ბრიუსელს არ შეუშალოს ხელი ამ გზაზე. დღეს კი ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს. სანქციები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის დაახლოებით 200 გემს შეეხო. ჩვენ 27 წევრმა ვთქვით, რომ მოხდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა ამას 60 დღის წინ დათანხმდა. შევთანხმდით, რომ თუ რუსეთი არ დაეთანხმება იმას, რაც გუში ვნახეთ, მეტი ზეწოლა იქნება. დღეს სანქციების მე-17 პაკეტზე შევთანხმდით, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას მომდევნო უფრო ძლიერ პაკეტზე, რათა ვაიძულოთ რუსეთი დათანხმდეს მშვიდობას. მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარის სურვილია საჭირო. ომის სურვილს ერთი მხარეც ყოფნის და რუსეთს ნათლად სურს ომი, მაშინ როცა უკრაინელებს მშვიდობა უნდათ. რაც შეეხება ამერიკას, გუშინ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ დაამტკიცებს. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ გაზარდა სანქციები, ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა ამის გაკეთებით შეიძლება სიტუაცია გაცილებით გაუარესდეს. თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ამის დროც დადგეს.